მშვიდობისა საქართველო 21 მარტის დილას პოზიტიურ განწყობას და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ანუკა კინქლაძე, მერაბ ყუფარაძე, სანდრო სანაია, ეკა სამხარაძე, ანი გიუნტერი სტუმართან ერთად არის. შესაძლოა გვარი შევიცვალო იაპონურზე გადაცემის ბოლოსკენ, რადგან იაპონიას დავუთმოთ სტუდიას. ისეც მოვირგებთ, სუშის მასტერკლასსაც ჩაგიტარებთ და იმასაც გეტყვით, რომ საქართველოში სუშის ფედერაცია გაიხსნება. რას გააკეთებს საქართველოში სუშის ფედერაცია, ამ ყველაფერზე დაწვრილებით მოგვიყვებიან. და ბევრი სიურპრიზი საჩაისაც და კიდევ აგებულებთ იაპონურს, ესე რომ კარგი დილაგველოდება დღეს. იმერაბი ესე რომ გამოწყობილა კიმანოში, ეს ჯოხი თუ იცი რა ფუნქციის არის? ვიცი რა ფუნქციასაც არის. ესე იგი, ეს კენდოს ოსტატის ჯოხი, რომელიც ჯის და მე ვარ კენდოს ოსტატი. ანუ დაგვრჩა მაგის მაგის. თუმცა არ ყოფილა მტკივნეული ისე. რა ხდება აქეთ? ჩვენი სტუმრები არიან უხვად წარმოდგენილი. დავით ფრანგიშვილი გაგვაცნობს თავის სტუმარს აუცილებლად. მე კი ვეცდები რომ სუში დავამზადო, არ ვიცი რამდენად გამომივიდა. ეს თუ იცით რა ფუნქციისაა ეს ჯოხი? მე მგონი საკვების მიღების. კი ბატონო, საჭმელი მზადრო იქნება, უნდა მოგიხმოთ ამით. მე მგონი თავი უნდა წარვადგინე, როგორც შესაძლოა ვერც მიცნო ცოტა ხანში ქონიჩიბა. რომელი ხარ? აი ესე ჩემში. გეიშას გადაქცევაში მეხმარება მეიქაპ არტისტი თინა შალიკაშვილი და ბიუთი ზონის სტილისტი ნინა ბაისიაშვილი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. რა ხდება დავით თქვენ მაგიდასთან ამასობაში? ჩვენ მაგიდასთან უკვე ვშედვართ მე და კარატის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი კახაბასილია. ასევე თავად გაგვაცნობს ბატონი კახა ოდნავ მოგვიანებით სუშის ფედერაცია გაიხსნა საქართველოში 23-24 მარტს შაბათ-კვირას სპორტ-კომპლექს არენა 1-ის დარბაზში ტარდება სუშის ასე ვთქვათ ტრეინინგები. აქ ვალდებულებაში ჩაუდეს უკვე კარატის ფედერაციაში კარატის მწვრთნელებს რომ იცოდნენ სუშის მომზადება, ჩაის სუში. ალბათ არ ჩაიჭრები რომ მკითხო. როგორია ყველაზე გემრიელი სუში? შენთვის თუ ჩემთვის? შენთვის. შენთვის აი მოდელი გოგონა იქნება დღეს. არა. და დავაგემოვნე. ინტრიგა დავტოვოთ. ქალის სხეულიდან მორთმეული. კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. მე კი გეტყვით რომ ამ მაგიდას დაამშვენებს გაცილებით უფრო გემრიელი კერძი, ჯერჯერობით საკეცხედავთ. და დანარჩენს უბრალოდ გიჩვენებს ჯობს ნახოთ. ბატონო კახა ამ ჭიქით მინდა კარატეს გაუმარჯოს სუშის ფედერაციას. სუშია ისეთი გემრიელი სტუდენტებს გაუმარჯოს. საოცარი არომატები მოდის ალბათ თქვენამდე აქედან. მოკლედ, ბევრს ვილაპარაკებთ იაპონიაზე, იაპონურ კულტურაზე, უკვე განცემის მთავარ ნაწილში. ანი გიუნტერი სტუმრებთან ერთად არის და ალბათ წარმოგვიდგენს სტუმრებს. ანი კიდევ ერთხელ დილომშვიდობა. მე შემომიერთება ასევე დავით ფრანგიშვილი, მოდელ გოგონასთან ერთად. ნიატამორი, რაც იაპონურად ქალის სხეულის ხელოვნებას ნიშნავს, სუშის მორთმევის განსაკუთრებულ წესს წარმოადგენს, სადაც თევზს ახალგაზრდა ქალის სხეული ცვლის. სუში მოდელის პროფესია ძალიან ბევრ მოთმინებას მოითხოვს. ის დიდი ხნის განმავლობაში უნდა იწვეს გაუნძრებლად და ასევე უნდა უძლებდეს სუშის ჩხირების ჩხლეტებსაც კი. თუმცა მთავარი თემით დავით ფრანგიშვილი გვიერთდება, რა თქმა უნდა, სუშით ხელში. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საქართველოს ჩამოყალიბდა სუშის ეროვნული ფედერაცია კარატის ფედერაციასთან ერთად. ისინი გვასწავლიან, ტრენერებს ასწავლიან თუ როგორ მოამზადონ იაპონური ტრადიციებით სუში და როგორ დააყენონ ჩაი. კარატის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი კახაბასილია დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. დილომშვიდობისა კახა გვაინტერესებს. ხაიო გოდემას. მე არ ვიცი ხა მაგდენი, მაგრამ მივხვდი რომ გაცილებით მეტი უნდა შევიტყოთ თქვენგან. ასევე ჩვენ ყავს სტუმრად სუშის ფედერაციის პრეზიდენტი. კი ბატონო, გიორგი ხვისტანი, რომელიც მე მასწავლის სუშის მომზადებას. მოდივატოვი კი ზოგადად გაავლებს პარალელებს იაპონურ კულტურასა და თანამედროვე მსოფლიო პოდიუმებს შორის. რამდენად უწევს იაპონური იეროგლიფები ქართულ ამბავს კონკურენციას, ამასაც გავიგებ. თუმცა ჩვენი ყურადღება გადატანილი ამ რიტუალისადმი. მოკლედ, რა იყო ინსპირაციის წყარო თქვენთვის, ბატონო კახა, ის რომ გადაწყვეტეთ შეგექმნათ სუშის ფედერაციაზე? რას გააკეთებს სუშის ფედერაცია? არა, სუშის ფედერაცია ჩვენ არ შეგვიქმნია, ბატონ გიორგიმ შექმნა. ჩვენ უბრალოდ თანასწორობის მემორანდუმი გავაფორმეთ, იქიდან გამომდინარე, რომ იაპონური კულტურა ასოცირდება საბრძოლო ხელოვნებასთან. ჩვენთვის უკვე ძალიან ნაცნობი გახდა და საყვარელი ისეთი საბრძოლო ხელოვნება, როგორც არის სუმო, დღეს ბევრჯერ გამოაცხადეთ, ძიუდო, კარატე, აიკიდო.
და ესე შემდეგ ჯანსაღი კვების გარეშე, ბალანსირებული ჯანსაღის კვების გარეშე წარმოუდგენელია, რომ სპორტსმენმა რეზულტატი დადგეს. მით უმეტეს ისეთ საბრძოლო ხელოვნებაში, როგორც არის იაპონური. აქედან გამომდინარე, ჩვენ სპორტსმენებისთვის გვინდა აი ეს ტრადიცია ჩაუნერგოთ, ვასწავლოთ ჯანსაღი ბალანსირებული კვება და აქედან გამომდინარე, ჩვენ აი 23-ში ბატონი დავითი გვესტუმრება, ვატარებთ პირველ სემინარებს ფედერაციასთან. მე მგონი ამასობაში დაარღვია წესი ბატონმა, იმიტომ რომ ვხსნობ, რომ თან მიირთმევს სუში. ჯერ უნდა დაალაგდეს იმისთვის, რომ აიღოს ეს ქალის სხეულის ტემპერატურა. მოდი, ან ვისწავლოთ სწორად სუშის მომზადება. გიორგი, მოგესალმებით, ჯერ გითხარით ფედერაცია რას გააკეთებს საქართველოში და თან დავიწყოთ ერთგვარი მასტერკლასი, ხო? მოგესალმებით, დილამშვიდობისა. ფედერაციის ჩამოყალიბების მთავარი მიზანი და ჩვენი ძირითადი мотиваცია არის ის, რომ საქართველოში განვახორციელოთ სუშის პირველ რიგში და იაპონური გასტრონომიის პოპულარიზაცია. ბოლო წლების სტატისტიკა მე მგონი საქართველოში ბევრს კი, აი ზუსტად მაგას აღნიშნავ, რომ ბოლო წლების სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ ძალიან ბევრი მოყვარული გამოჩნდა ასპარეზზე, ვისაც უყვარს იაპონური კულტურა, უყვარს იაპონური კულინარია და მათ შორის სუში. სუში ზოგადად ძალიან პოპულარული პროდუქტია მსოფლიოში. საქართველოში ნელ-ნელა იყიდებს ფეხს და ზუსტად ამას დავეხმარებით ჩვენ, რომ სუშის პოპულარიზაციას გაესვას ხაზი და ჩვენი დახმარებით, ფედერაციის დახმარებით და იმ სპეციალისტების დახმარებით, ვინც დღესდღეობით თბილისში არიან, მათ დახმარებით მოხდეს ამ სუშის პოპულარიზაცია, მასტერკლასები, ტრეინინგები, სემინარები. დავიწყოთ, გიორგი, თორე უბრალოდ ვერ მოვასწრებთ. მაგიდაზე რომ ძალიან პოპულარულია სუში, დამეთანხმებით, მაგრამ საინტერესოა და გიგასთან მაგ შეკითხვა, თუ შეინიშნება ეს ტრადიციები და აქტუალური თუა, როგორც street style-ში, ასევე პოდიუმებზე და მსოფლიო მასშტაბით რო ვისაუბროთ. ალბათ იაპონიასთან და მოდესთან პარალელების გასავლელად აუცილებელი არის გავახსენოთ 70-იან წლების რევოლუცია, როდესაც ისეთი დიზაინერები, როგორიც არის იუჯი იამამოტო, იზუმიაკი, თუნდაც კენზო, ერთგვარ რევოლუციას ახდენენ იაპონური და შემდეგ ევროპულ მოდის სფეროში და კარნახობენ, ასე ვთქვათ, მოდას. იაპონური კულტურის გავლენა ამის შემდეგ იგრძნობა მთლიან მოდის სფეროში. ბოლო ტენდენციებსაც რო გადავხედოთ, ვალენტინოს ჩვენებებში გამოყენებული არის იაპონური იეროგლიფები, გარდა ამისა ვხვდებით ასევე ეს ძალიან საინტერესო ისტორია მინდა კიდე რომ ვთქვა. იაპონიაში იყო ასეთი ტრადიცია, ერქვა ქურთუკის სუვენირად ესეთი ტრადიცია იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ამერიკელი ჯარისკაცები ამერიკაში თავისთან ერთად მიქონდათ ქურთუკები, ბომბერები, რომლებსაც ამოპრინტული იყო, ამოქარგული, ასე ვთქვათ, ძალიან ლამაზი იაპონური ჩიტები, სხვადასხვა იეროგლიფები. ეს ხვდებით ბომბერებს ქართული წარწერით. კი. ანუ არის ეს ტენდენცია ქართული გავიხსენოთ ასევე იაპონიის მსგავსად, როდესაც მთელმა მსოფლიომ ერთი ქართველი ბიჭის გამო შემოგხვედა მოგვაქცეს ყურადღება და ნახეთ რამდენიმე დღის წინ რომ ლილ ვეინს ეცვა ქურთუკი, ჯინსის ქურთუკი, რომელსაც წარწერა იყო ბაჟა გავაკეთე და შოთა. მე აქვე მინდა რომ ვკითხო ასევე მეიქაპ არტისტ და მიკროფონს ვითხოვთ შეიძლება თინა შარიკაშვილ რამდენი ტენდენციურია და ხშირად თუ უნდათ ქალებს რომ გარდაისახან და გეიშას სხეულში შევიდნენ ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა საქართველოში არ არის ესეთი ტენდენციური, ძირითადად უფრო რაღაცა კარნავალებზე ემზადებიან ხოლმე გოგოები გეიშას სტილში იცვამენ ტანსაცმელს და ძალიან სახალისოა და პირველ რიგში ძალიან მაგარია რომ ვაცოცხლებთ იმას რაც ადრე ძალიან პოპულარული იყო, თუმცა არც ეხა არის რაღაც მივიწყებული. თუმცა წითელი ფერი აქტუალურია და პრინციპში ეხლა ძალიან მოიხდავს. ეხა ამ შემთხვევაში მე რაც გავაკეთე, ეს არ არის სტანდარტული გეიშას მაკიაჟი. გეიშას მაკიაჟი უფრო დამჯდარი ფერებით არის. გადაწყვიტე რომ მომერგო უფრო 21 საუკუნის ტენდენციებისთვის და ყოფილიყო უფრო ჭრელი, უფრო თვალშისაცემი. რეალურად ადრე ესე ჭრელად ნამდვილად არ იხატავდნენ, უფრო დომინირებდა ღია ვარდისფერი, წითელი, თეთრი და შავი, რაც თვითოსისადავე იყო და ძალიან ლამაზ სინთეზს ქმნიდა და ეხლა ამ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ. აი, ძალიან მოკლე კომენტარი თვასთან დაკავშირებით, რაზმოსაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ. თუმცა ეს ყვავილები და აწეული თმა, რა თქმა უნდა. ჯერ დამისრულები, ეხლა დავასრულოთ, ძალიან ლამაზი გამოდის. კონკრეტულად ფიქრობ.
თმები ვის უნდა დაუდგეს ხალხს საკითხავი ეს არის და მაინტერესებს თქვენი შენ მიკროფონი დაგუბრუნე რომ მასტერკლასი განვახორციელოთ სუშის. მე რა ვიცი, იდეალურად აგერ სუში დავალაგეთ უკვე შეგიძლიათ. მე რა მოდი აქეთ გავაგებამდე ცოტა ხანი მერაბი გჭირდება. შეგიძლიათ დააგემონა. ვასწავლოთ სუშის საკეთება. პირდაპირ შიშველის სხეულიდან, მაგრამ ისე სხეულის ჩაცმაზე ზოგადად და შემოსვლაზე. ანი სხეულიდან რა დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებდით მე. ანი გამოწვევა უნდა მერაბი. თვითამი განსხვავება მიიღო. მოდი დავიწყოთ. იცით რა, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით. მოდელი გოგონა უნდა იყოს ქალიშვილი, რადგან ორი შვილი მყავს, მე ვერ გამოგები. ეს არის აუცილებელი პირობა და მართლა წამყვან იაპონურ რესტორანში ჩვენ სტუმრებსაც გვინდა რომ ვკითხოთ რა ეს კონკრეტულად არის ტრადიციები, რომელიც არის უცვლელი და რომელიც ძალიან კაცრად იცავენ იაპონელები. აი ამ კულტურაზე რომ ვისაუბროთ. საერთოდ იაპონელები ცნობილი არიან ერი როგორც ერი იმით, რომ ძალიან კაცრად არიან მიმდევრები თავის ტრადიციების და პირადად ჩემთვის რაც არის ძალიან აღსანიშნავი ის, რომ იაპონიაში ძალიან არის შერწყმული ტრადიციები და ის ახალი ტექნოლოგიები, რაც ამ ყველაფერს ხდის იაპონიად. და ამ ყველაფერს ძალიან კარგად გადმოცემენ იაპონელები. არის ვიწყებენ ამ თავის ძველ ტრადიციებს და პლუს ამთან ერთვის ის ტექნოლოგიები, ის აღმოჩენები და ის მიზანსტრაფა, რაც მთლიანობაში ხდის იაპონიას იაპონია. თან დავიწყოთ, გიორგი, წეღან ვერ მოვასწარით და ვაჩვენოთ, ანუ რა მთავარი არის ის, რომ ზომიერება აქაც ხო ყველაფრის. იგივე ხელის დანამვაც კი უნდა იყოს ზომიერი, რომ რა შეუშალოს კარგი სუშის გამოსვლას ხელი. სუშთან ურთიერთობის დროს, ბრინჯთან ურთიერთობის დროს, ხელი უნდა იყოს ოდნავ ნამიანი. ბრინჯის მოხარშვას ალბათ კიდევ ცალკე ეს არის. ბრინჯის მომზადება ცალკე ფილოსოფია არის და პირდაპირ გაგებით ფილოსოფია, იმიტომ რომ სუშიში ბრინჯი უფრო დიდ როლს თამაშობს ვიდრე თევზი. და გადანაწილება შეგვიძლია შენახვისთვის იყენებდნენ თავიდან და ბრინჯს იმისთვის რომ არ გაფუჭებული იყოს თევზი. ზოგადად სუში მე რამდენადაც წავიკითხე, ნიშნავს მჟავეს იაპონურად. და იმისათვის რომ თევზი ცოცხლად შენახულიყო, ბრინჯს იყენებდნენ. შემდეგ ტექნოლოგიები დაიხვეწა, ეს ბრინჯი ამოვარდა უკვე, აღარ ვარგისიანია უბრალოდ და საკვებად გამოიყენება რა. ანუ აღარ ყრიან ბრინჯს იყენებენ და გავაგრძელოთ კი ხო? მეც დამაინტერესა, მე მგონი შემოვიცვლები ამ სამზარეულოში ასეთი ფორმით უკვე. მადლობთ. ეხლა უნდა განაწილდეს ეს ბრინჯი, თან გიორგი ვაჩვენოთ ხო ეს სახის პროცესი. ბრინჯის ბურთულა მოვათავსეთ ნორზე, ნორი არის წყალმცენარე. მოვათავსეთ ნორზე და ვცდილობთ ძალიან ფაფუკად. ეს უჩქელმისაწვდომია ხო ეს მასალა სხვადასხვა ნებისმიერ ჰიპერმარკეტში შეგვიძლია შევიძინოთ სუშის. და თუ კარგად ვისწავლოთ, შეგვიძლია სახში დავამზადოთ. დავისთავოთ. შეგვიძლია სახშიც მივერთვათ. შეგიძლიათ მიირთვათ. თამამი პასუხი იყო. ვიცი რომ წვრთნელებს უნდა შეასწავლოთ არა მხოლოდ სუშის მომზადება, არამედ ჩაის ცერემონიალსაც. ანუ ეს რამდენად ანუ ათვის ეს თქვენ რო კარგად გამოგდით ფაქტია, მაგრამ ასათვისებლად რამდენად ისეთია. სუში ვიზუალურად იმდენად ლამაზად გამოიყურება, რომ ამქედან გამომდინარე ყველას გონია რატომღაც რთული მოსამზადებელი. არა და ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსამზადებელი პროდუქტი არის. ტექნიკურად, აი ორჯერ რო აგიხსნით, მესამეჯერ უკვე შეძლებთ თქვენ. და სუშის სახეობებსაც ვხედავთ, სხვადასხვა ლამაზ ჭრელს და სავარაუდოდ გემრიელს, ალბათ დამეთანხმებით. კონკრეტულად ყველაზე პოპულარული საქართველოში მაინც როგორ არის და ადაპტირებულია თუ არა ეს გემო მაინც ქართული მომხმარებლის გამონათვისებებთან, რადგან ჩვენ ვიცით რომ იაპონიაში განსაკუთრებული გემოა. სუშის ორი სახეობა არსებობს. არსებობს იაპონური და მთელი მსოფლიო. სუშის პოპულარიზაცია იაპონიის შემდეგ წამოვიდა ამერიკიდან, ხო და ამერიკიდან გავრცელდა უკვე შემოვიდა ევროპაში და მერე უფრო და უფრო გვიან საქართველოში. სუშის ორი სტილი არსებობს. მარტივად რომ ვთქვათ, იაპონური, კლასიკური და უფრო მკაცრი, სადაც წინა პლანზე წამოწეული არის თევზის და ბრინჯის კომბინაცია და არანაირი соуსები, არანაირი გაფეტიშება სუშის. ხოლო აი რაც ჩვენ გვიყვარს ძალიან პოპულარული კალიფორნიის
კალიფორნია მსოფლიოში, ფილადელფია, კანადა, ეს სახეობები მოდის ამერიკიდან ძირითადად და უფრო ამერიკული ვარიანტია, იმიტომ რომ აქ უფრო ხდება იმ პროდუქციის დამატება თვითონ სუშიში, რასაც იაპონელები რეალურად არ გამოიყენებენ. მაგალითად, კრემპოლი, ფილადელფია, სხვადასხვა соуსები, რაც უფრო ამძიმებს თუ ამრავალფეროვნებს თან და უფრო გემრიელ საფრთხის პრინციპს სუშის, თუმცა იაპონელებისთვის გემრიელი სუში სხვანაირია და ამერიკელებისთვის, ევროპელებისთვის გემრიელი სუში კიდევ სხვანაირია. და კომბინაციაზე ვსაუბრობდით, ბრინჯის, თევზის, ამ შემთხვევაში ამელის უმშვენიერესი ყვავილების გოგონასი. მე ნელ-ნელა ვაშიშვლებ ამ გოგონას. ნელ-ნელა და ამიტომ უნდა შემატოთ. სუფრას კი არა და გოგონას შემატოთ თუ შეიძლება, არ უნდა დაიცალოს ასე ვთქვათ. გადაცემის ბოლოსკენ ხერებით ვერ ჭამდათ. მე არ ვიცი ხერებით სარგებლობა თორე. აი კახა გვასწავლებს ზუსტად და ეხა რაღაცა ნომერი აქვს ისეთი საფირმო სასიკვდილო ნომერი და შემოგვყავთ. ამაზე სასიკვდილო რამე თუ არის თქვენთვის ამდილადრია? საინტერესო იქნება ძალიან. უნდა ვნახოთ, ეხლა მოვემზადოთ, ხო, განსაკუთრებით. არა, თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ ისე. მე გადავშვი პარალელურად ქართულ თავი რო არ მომაჭრა და. შენ ბევრი საკე მიიქცე, მეგონი უკვე დღეს საკე და ჩაის ცერემონიალსაც ეხება ეს საკითხია. მე გავიწევ თორე ასევე ამ ხელოვნებას. კახას რამე მარცხი არ მოვიდეს. თული მომენტია. აჰა. ვნახოთ. ვაი, ეს ნამდვილად სურპრიზი. ნომერი გამოცხადდა. დაიძაბა სიტუაცია. ვაუ! როგორი იყო, ბრავო. მოკლედ ბევრი საშიში ნომერი. ამ შემთხვევაში საყურებასაც ველოდებით, ოღონდ ისიც გლობალურს. ჩვენს ბოტანიკურ ბაღშიც აყვავდებით. დავით, შენ ჭრი კიტს. ეს ჩაია უკეთ. კიც ვერ ვჭრი, მაგრამ ჩაი ძალიან პოპულარული. ნუ აქ დავასხავ, ხო? სპეციფიური, შემიძლია გადავიტანო? შეგიძლიათ აქედანვე მიიღოთ, იმიტომ რომ უკვე გამზადებულია. ახლა მე რომ ასწავლო აი ინგრედიენტებს შორის ასევე არის ჯინჯერი, ანუ აუცილებელი რაც არის იმისთვის, რომ არ დავარღვიოთ ეს ტრადიციები. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მაჩა ჩაი ძალიან სპეციფიური ჩაი არის. ბევრს უყვარს, ბევრს არ უყვარს და ბევრს უბრალოდ ეუცნაურება იმდენად, რომ ვერ ჩამოყალიბ და უყვარს. ნახე შეგნით ჩემთვის ძალიან საინტერესო პროდუქტია და პრინციპში საქართველოსთვის ახალი პროდუქტია, იმიტომ რომ სულ რამდენიმე წელია რაც ქართველებმა გავიცანით მაჩა და ამ ყველაფერთან ერთად არის ძალიან სასარგებლო თვითონ ჯანმრთელობისთვის, როგორც პრინციპში იაპონური სამზარეულო თავიდან ბოლომდე თავისი ჯანსაღით ყვება ჯანსაღის სხეული. ჯანსაღს ხელში კი ჯანსაღის სტულია, როგორც ამბობენ და მე მგონი ყველანი თანხმდებით იმაზე, ყველანი თუ არა და ბატონი დავითი და ბატონი კახარა ნამდვილად ძალიან გემრიელი უნდა იყოს. ძალიან. ძალიან დიდი მადლობა. მადლობისთვის. ყველას პოზიტიურ დღეს გისურვებთ და წარმატებებით დაგემშვიდობებით. თომუარეკატო გოდემოს. დამშვიდობებით ჩვენს მაყურებელს და სტილის გადაცემა რა თქმა უნდა ხვალდილიდან კვლავ თქვენთან ერთად იქნება 10 საათზე გურიერთავთ. რა თქმა უნდა. ნახონდის.